დილამში დავისა კიდევ ერთხელ თვითფასო ტელემაყურებლებო თქვენ უყურებთ გადაცემას ყავა თუ ჩაი ჩვენ ვაგზავნებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას ამჯერად ჩვენი ერთ-ერთი რუბრიკა იქნება რომ კვირაში ერთხელ მოვახერხოთ ხოლმე ესე წარმოაჩინოთ ჩვენი სკოლები რომელიც არსებობს ქუთაისში და ფუნქციონირებენ დავიწყოთ პირველი სკოლით ვიწყებთ და ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი ლალი მიქაძე აგრეთვე სახელმწიფო საჯარო სკოლა პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ასევე გამორჩეული მოსწავლე ომარ კახაია მე-11 კლასის მოსწავლე ამავე სკოლის და ჩვენ ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ ზოგადად ამ სკოლაზე ძალიან დიდი ისტორია საუბარია როგორც მოგესწრებათ ამ სკოლას და ცირადად რომ მიმოვიხილოთ ეს ისტორია თუ რა ისტორიის მატარებელია რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს მოგესალმებით ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ ამ სკოლის ისტორიის ასე მოკლე ჩარჩოში ჩატება რა თქმა უნდა ძალიან ძნელია მაგრამ მართლა ძალიან მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო სკოლას თითქმის 2 საუკუნოვანი ისტორია აქვს რადგანაც ის იწყება 1830 წლიდან როდესაც ქუთაისში დაარსდა სამაზრო სასწავლებელი 50-იან წლებში გიმნაზიად ხოლო მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან უკვე კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა რადგანაც აქ შემოიღეს კლასიკური ენების სწავლება ლათინურისა და ძველ ბერძნულის და ეს იყო ერთადერთი სასწავლებელი მაშინ თელს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იძლეოდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას. ამიტომ რა თქმა უნდა, ლტოლვა ამ სკოლისაკენ ძალიან დიდი იყო და მთელი დასავლეთ საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი იყრის თავს ამ სასწავლებელში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ამ სკოლას იმდენი სახელოვანი კურსდამთავრებული ყავს, როგორც ამბობენ ხოლმე, ზოგიერთ ქვეყანას არ აყავს ამდენი სახელოვანი ადამიანი აღზრდილი. ნუ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ სკოლა აკაკი წერეთლის სახელს ატარებს, რადგანაც აკაკი წერეთელმა ატესტატი არ აუღია აკაკის აქ 8 წელი სწავლა და შემდეგ პეტერბურგში გააგრძელა უკვე თავისი მოღვაწეობა. ექვთიმე თაყაიშვილი, მოგეხსენებათ საქართველოს მეჭურჭლეთო ხუცესი და აკადემიკოსი, დიდი მეცნიერი და რაც მთავარია, კაცი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ასე რომ მე ხშირად სკოლის მუზეუმში მოსულ სტუმრებს ვეუბნები, როგორც ჩანს, ამ სკოლის კედლებში რაღაც დიდი მადლი ტრიალებდა თავიდანვე და გრძელდება დღესაც, რადგანაც ამ სკოლის კურსდამთავრებული წმინდანების დიდ არმიას უერთდა ქართველი წმინდანებისას. შემდეგ მთელმა თაობებმა დაამთავრეს სკოლა, აი მაგალითად ცისფერყანწელთა მთელი თაობა, აი დიდი მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის, ქართული პოეზიის ნოვატორები, სიმბოლისტ მწერალთა გაერთიანება, ცისფერი ყანწები, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და კიდევ სხვაებიც ცისფერყანწელები კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულები არიან. უფრო ადრინდელი თაობა თერგდალეულების, რომლებმაც მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოს გადარჩენის გეზი აიღეს და ძალიან დიდი ტვირთი ზიდეს. აი, აკაკი ვახსენეთ უკვე ნიკო ნიკოლაძე, ბესარიონ და ნიკო ღოღობერიძეები, კირილე ლორთქიფანიძე, მესხების მთელი ოჯახი ამ კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულები არიან და შემდეგ უკვე კლასიკური გიმნაზიის მემკვიდრეობა მიიღო პირველმა სკოლამ, ეს იყო ჯერ ვაშთა სკოლა, შემდეგ ქალებიც შეუერთდნენ, შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ეს სკოლა ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელს ატარებდა, მოგეხსენებათ საბჭოთა პერიოდში, რადგანაც ვლადიმერ მაიაკოვსკი რუსული პოეზიის ნოვატორი და კლასიკოსი იყო ამ სკოლის მოსწავლე და სხვათა შორის ცისფერყანწელთა დიდი მეგობარი და მათი თანამედროვე, რომელმაც ბოლომდე შეინახა საქართველოს სიყვარული და ამბობდა კიდეც რომ როცა ფეხი შევადგი კავკასიას წამსვე გამახსენდა რომ მე ქართველი ვარო, ნუ ეს აღიარებდა ასე და ამიტომ სკოლა ატარებდა საბჭოთა პერიოდში ვლადიმერ მაიაკოვსკის. ძეგლიც არის იქ 90-იანი წლებიდან, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან სკოლას რა თქმა უნდა სამართლიანად დაუბრუნდა, უпростоრად სკოლა მიიღო აკაკი წერეთლის სახელი, რადგანაც აკაკი ეს ის ფიგურა, რომელიც ყველაზე ახლოს მივიდა ქართველი კაცის გულთან, თავისი დიდი შემოქმედებით, თავისი დიდი პოეზიით და რა თქმა უნდა დიდი ღვაწლით ქართველი ერის წინაშე. დღესაც ატარებს ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა აკაკის სახელს და ეს ალბათ ასე იქნება ყოველთვის.
დღეს სკოლა აგრძელებს დიდ ტრადიციებს. კლასიკური გიმნაზია მოგეხსენებათ, ეს იყო რუსული სასწავლებელი, ცოტა მკაცრი საგანმანათლებლო, რბილად ნათქვამია, მკაცრი საგანმანათლებლო რეჟიმით. მაგრამ ძალიან დიდი ქართველები გაიზარდნენ მაშინ და სკოლა აგრძელებს კლასიკური გიმნაზიის საუკეთესო მემკვიდრეობას და ძალიან კარგი. იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. რა თქმა უნდა, სკოლაში არიან პირველმა სკოლამ ძალიან ბევრი სახელოვანი ადამიანი აღზარდა. ეხლა მე დაფები არის შესასრულში. უკვე კლასიკურ გიმნაზიაზე აღარ ალაპარაკია, უკვე სკოლაზეა საუბარი. არ დავიწყებ ჩამოთვლას, ვახსენებ მხოლოდ და მხოლოდ ვახტანგ ჯავახაძეს, რომელიც გახლავთ დიდი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მინდია უგრეხელიძეს, რომელიც იყო პირველი ქართველი მოსამართლე ევროპული სასამართლოსი და ორჯერ იყო იქ არჩეული და ძალიან ბევრი კიდევ სახელოვანი ადამიანი. ახლა რაც შეეხება დღევანდელ სკოლას. დღევანდელი სკოლა არის ერთ-ერთი მძლავრი საგანმანათლებლო კერა ქართული საგანმანათლებლო სისტემისა. ჯერ თავისი რაოდენობითაც, რადგანაც სკოლა არის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემაში 10 ყველაზე მოთხოვნად სკოლაში იკავებს უცვლელად ადგილს და ამ ათეულშიც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ეს გამოიხატება იმითაც, რომ ამ სკოლის მოსწავლეთა სწრაფვა ძალიან დიდია. თითქმის ყოველწლიურად იზრდება ჩვენი კონტინგენტი და თუ არ ვცდები დღეს 2100 აჭარბებს მოსწავლეთა. და ანუ რა მაინტერესებს, აი ამდენი მოსწავლე, ანუ შენობაც ახლა დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ რთულია, რომ აი პედაგოგების სამუშაო რეჟიმი, ბავშვების სამუშაო და სასწავლო რეჟიმი ერთმანეთის თანხმდრაში მოხდეს. ანუ რამდენად რთული და რამდენად ასე ვთქვათ საინტერესოა ეს პროცესი, შეხამება სმენებს შორის, პედაგოგების დაკავება და შრომა. ორცვლაში მუშაობს ამის გამო, რომ ძალიან ბევრი კლასი გვყავს, ბევრი პარალელი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს სკოლა თავს ართმევს, რამდენადაც მასწავლებლების კონტინგენტიც შესაბამისია, მოსწავლეთა რაოდენობასთან შესაბამისობაშია. სკოლას ყავს ბევრი, თითქმის 70% სკოლის მასწავლებლებისა სერტიფიცირებულია, არიან მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები. დღეს მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების სისტემაში მუშაობს სქემა, პედაგოგთა განვითარების სქემა, მასწავლებლების თითქმის 100% ჩართული არის ამ სქემაში. არის სკოლაში 5 წამყვანი მასწავლებელი, არიან მასწავლებლები, რომლებიც უკვე მენტორობისთვის, ანუ ყველაზე მაღალი საფეხურისთვის იბრძვიან, ასე რომ სკოლას ამ ხრივ პრობლემა და გასაჭირი არ აქვს, რადგანაც მასწავლებელთა კვალიფიციური კადრები ემსახურება ამ მოსწავლეთა აღზრდის საქმეს. ძალიან ღირსეულ საქმეს. ხო, აი კიდე რა მაინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია დასაწყისი, ანუ ის დაწყებითი განათლება, რომელიც უკვე შემდეგ უნდა გახდეს იმ ცოდნის აწინდა, რომელსაც იღებენ შემდეგ მიიღებენ. ანუ ამ კუთხით როგორ არის თქვენ სკოლაში საქმე, ანუ რამდენად კვალიფიციური და რამდენად ისეთი კარგი პედაგოგები არიან, რომელსაც ნამდვილად ურჩევთ, რომ მშობლებს შემოიყვანონ თქვენ სკოლაში, ანუ რომ არ იყოს კარგად საქმე. ხო, ეგეც არის, კი, რა თქმა უნდა. არც მოვიდოდა ამდენი მოსწავლე და არ იქნებოდა სწრაფვა ამ სკოლისაკენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს, დღეს დაწყებით საფეხურად ითვლება პირველი მე-6 კლასები. ძალიან მაღალი დონის მასწავლებლები. გვყავს უფროსი თაობის მასწავლებლებიც, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უშუალოდ გადასცემენ ახალგაზრდა პედაგოგებს და გვყავს ძალიან წარმატებული ახალგაზრდა პედაგოგები. ანუ ეს თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს კარგად. ძალიან უმტკივნეულოდ მიდის ეს თაობათა ცვლის პროცესი, რადგანაც აი თაობები ერთმანეთს ესე ორგანულად ენაცვლებიან და გრძელდება ამით სკოლის ძალიან კარგი ტრადიცია. ახლა ამაზე მეტყველებს ის, რომ მარტო წარსულზე ხო არ უნდა წარსული გვინდა იმდენად, რამდენადაც ვართ მომავალზე ორიენტირებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მოსწავლეები ყველა თაობაში. ერთ-ერთი აქაც არის გავესაუბრებით ახლა სახით და ჩვენ სკოლაში ძალიან დიდი პროექტი
პროექტები მუშაობს გერმანულენოვანი პროექტი ეს არის ჩვენი სკოლა გახლავთ საქართველოს ორ სკოლას შორის ერთ-ერთი არის გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორი სასწავლებელი და ამ პროგრამამ ამ პროექტმა ძალიან დიდი შანსი მისცა მოსწავლეებს რომ ისინი გახდნენ აი ამ მიმართულებითაც წარმატებულები და ამის დასტურია რომ ყოველწლიურად 30-40 მოსწავლე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს მიდიან გერმანიაში მიდიან გერმანულენოვან ბანაკებში საქართველოში სომხეთში ეს ბანაკები აქაც ფუნქციონირებს და ძალიან დიდ კვალიფიკაციას იღებენ მასწავლებლები რომლებიც აი ამ გოეთეს ინსტიტუტის ტრენინგებში მონაწილეობენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ და ამის დასტურია ისიც რომ მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ჩვენმა მოსწავლემ საბა ფრუიძემ რომელიც წელს უკვე პირველი კურსის სტუდენტია სამედიცინო ინსტიტუტის მან პირველი ადგილი მოიპოვა გერმანულში ოლიმპიადაზე და ეს ნამდვილად არ არის იულის ძალიან ბევრმა მოსწავლემ აიღო ისევე გერმანულ ენაში ამის გარდა სხვა საგნებში ჩვენი მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში და ამ პროექტებზე ალბათ ომარი ისაუბრებს და მე ერთს დავამატებ რომ ქალაქს ალბათ არ აყავს ისეთი სტუმარი მნიშვნელოვანი სტუმარი რომელიც პირველი სკოლის სტუმარიც არის კი ძალიან ბევრი სტუმარი მაგალითად გასულ სასწავლო წელს ჩვენ მომასპინძლეთ ფილმ 6-მეს შემოქმედებითი კოლექტივს და ამ პრემიერა ჩვენს ქალაქში ჩვენი სკოლიდან დაიწყო ფაქტობრივად ამ სკოლის წარდგენა რადგანაც 6-მე კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული გახლდათ ძალიან საინტერესო შეხვედრა მოუწყვეთ ჩვენ მათ შარშან ყავდა ძალიან საინტერესო და სახელოვანი სტუმარი ქართული სიმღერის ლეგენდა ქალბატონი ნანი ბრეგაძე და მისი საიუბილეო თარიღი ძალიან ისე ლამაზად აღნიშნეთ და მოსწავლეთა შემოქმედებითი ჩვენეთ მას და ნუ წელსაც გრძელდება ეს შემოქმედებითი პროცესი და მოგვიწევ მაისობასაც რომ ჩამოდიან დელეგაციები მოდიან თქვენთან ელჩები სხვადასხვა ელჩები და ამ შემდეგ აი თეთრი ხიდი რომ გაიხსნა და შემოდგომის ფესტივალი რომ ჩატარდა აი ჩვენი სკოლა ძალიან აქტიური მონაწილე იყო ამ ფესტივალისა და ძალიან კარგი მოდი ამოვშოთ ჩვენთან გადმოვალ ხარ რამდენიმე კითხვით და ანუ პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ აი რატომ პირველი სკოლა რა არის შენთვის პირველი სკოლა და რას ნიშნავს რომ სწავლობდე აი იმ სკოლაში რომელ სკოლაში სწავლობდნენ როგორც ჩამოთვალა ქალბატონმა ლალიმ აკაკი ვლადიმერ მაიკოვსკი 6-მე და შემდეგ და შემდეგ ყანწელები სამებით პირველ რიგში მეც ქალბატონმა ლალიმ რაც ახსენეთ აბსოლუტურად ამომწურავად ისაუბრა ნუ პირველი სკოლის კულტურის და წარსულის შესახებ რა სახელის მატარებელია ეს სკოლა და რა სახელი აქვს და რა დიდება აქვს მას დღეს საქართველოში საქართველოს თვალსაზრისით გამომდინარე მე პირველ სკოლაში ვიტყვი რომ ვარ გაზრდილი იმიტომ რომ პატარაობიდან ამ სკოლასთან მქონდა შეხება დავდიოდი პატარაობიდან ამ სკოლაში პირველი კლასიდან ამ სკოლაში ვარ მუზეუმი როდესაც გაიხსნა 2014 წელს ჩვენ სკოლაში მე ვარ მუზეუმის ექსკურსია მძღოლი ბევრი ადამიანისთვის მოსული სტუმრისთვის ჩამიტარებია ექსკურსია და ну შემიძლია თქვა რომ ამ სკოლის ისტორიას საკმაოდ კარგად ვიცნობ და იმ ადამიანების ღვაწლს რომლებსაც აქვს პირველი სკოლა დამთავრებული და უბრალოდ როდესაც წარმოიდგენ რომ იმ ძველ დერეფნებში რო გაივლი და წარმოიდგენ რომ აქ ოდესღაც დარბოდა პატარა აკაკი და დარბოდა ნიკო ნიკოლაძე და დარბოდნენ სხვა გამორჩეული ადამიანები უბრალოდ არ შეიძლება არავისო სიამაყი და ჩემთვის პირველი სკოლა აბსოლუტურად პირველი არის და ჩემთვის პირველი სკოლა პირველ ადგილზე არის და იქნება მუდამ როდესაც დავამთავრებ ამ სკოლას და ну ძალიან დიდი სიყვარული მაგაფშირებს ამ სკოლის მიმართ ასე რომ ვთქვა. კი ბატონო, იმიტომ რომ საბავშვო ასაკიდან იწყება ეს სიყვარული როგორც შენ აღნიშნე და გრძელდება შემდგომ. კი. ტრადიციას დაკავშირებულია, რადგანაც დედაც მისი ამ სკოლის აღზრდილია. მე მგონი ბიძაც ამ სკოლაში სწავლობდა და დედათან პედაგოგია ჩვენი სკოლის. ძალიან კარგი. მქონდა შეხება აქტიური ამ სკოლაში. ხო, მოდი ხო უშუალოდ ვილაპარაკოთ. შენ ხარ ექსკურსია მძღოლი, გიდი, რომელიც უტარებ აი ამ ჩამოსულ სტუმრებს რაღაც ექსკურსიას უხსნი ვინ როგორ იყო ვინ არაერთი ყავს შემდეგ და შემდეგ. ანუ ამ წუთას რა ხდება თქვენ სკოლაში? ანუ რაღაც ქალბატონმა ლალიმ ახსნა პროექტებში არის ჩართული ომარიო და რა პროექტებს ანხორციელებთ აი ახალგაზრდები უშუალოდ? ესე იგი მოსწავლეთა აქტიურობას რაც შეეხება მე 7 კლასიდან ვარ თვითმმართველობაში თვითმმართველობის თავმჯდომარეც როგორც საბაზო საშუალო საფეხურზე ვარ სამოქალაქო კლუბის ლიდერი და პირველი სკოლა ამხრივად გამორჩეული და წარმატებულია მოსწავლეებში არის ძალიან დიდი აქტივობა არის მოსწავლეებში ამ კუთხით დიდი დაინტერესება არის თვითონ ბავშვების მხრიდან მაგალითად მოვიყვან სულ რაღაც ახლა ხუთშაბათ წინა ხუთშაბათ ჩავატარეთ
კონკურსი პროექტი განმახორციელეთ დიდ საკონფერენციო საკმაოდ მასშტაბური პროექტი იყო შედგენილი სპეციალურად შედგენილი ჟიური გუნდები ანუ ეს იყო საქართველოს კუთხეები დაუნაწილდათ ბავშვებს და კუთხეების კულტურის წარმოჩენა ასევე კულინარიული თვალსაზრისითაც ითვალისწინებდა ყველაფერს ისტორიას გეოგრაფიას და ასევე იყო კულინარიასთან ინტეგრირებული საკმაოდ საინტერესო ჩაიარა და ეს პროექტი იყო მე-9 კლასელი ბავშვის დაწერილი მარტო აბსოლუტურად ზედამხედველობა იყო ორგანიზება რა თქმა უნდა დაეხმარა თვითმმართველობის წევრებით სამოქალაქო კლუბიდანაც და ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ პატარა ბავშვებშიც მე-9 საბაზო საფეხურის თვითმმართველებში საბაზო არამარტო თვითმმართველებში ბავშვებშიც არის თვითონ იმხელა ინტერესი რომ რაღაცა გააკეთონ რომ არ ვიცი აი ახლაც მონაწილეობთ მოგეხსენებათ ქალაქში ტარდება ფესტივალი თეატრალური ფესტივალი იმ თეატრალურ ფესტივალზე ბოლო წელს პირველი სკოლა გრან-პრის პრობლემი კი მე ცოტა თამაშობდი მაშინაც გრან-პრი აღავი კი ბატონო, წელსაც გავდივართ, ითქმება დარაბებს მიღა გაზაფხულია. აი სპექტაკლში მაგ თამაშებს ვთქვათ კავკასიის როლი. ბატონო და 23 დეკემბრისთვის იქნება ჩვენი სპექტაკლი და დაიხურება კიდევაც. ხორ თამაშობ. კი, თამაშობ კავკასიის როლი. კი ბატონო. ჩვენ კოლეგები გამოდივართ, იმიტომ რომ სამოქალაქო კლუბის ლიდერი ვიყავი, მეც გასულ ანუ როცა მაშინ სწავლობდი, მაშინაც ვიყავი სამოქალაქო კლუბის ლიდერი და ძალიან გამიხარდა. და ნუ დიდი შემართებით ვართ ბავშვები ეს და ანუ კლას გარეშე დაინტერესებები არის უზარმაზარი, წინა წელს ვიყავით კეცხოველის კონკურსში ჩართული, პირველ ადგილზე გავედით ქულებით, რეკორდული მაჩვენებელი დავაფიქსირეთ. ნუ მთელი საქართველო მოვიარეთ და პირველი სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტივობები, საკმაოდ ჩვენ ბლოგიც აქვს ჩვენი ყველაფერი იქ ითვირთება. ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენა, ლაშქრობების მოწყობა, სახელოსნო კლუბების შექმნა, ყველაფერი, ანუ ეს ყველაფერი არ გახორციელებოდა, რომ არ ყოფილიყო ბავშვების დაინტერესება და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვები არიან დაინტერესებული და პირველი სკოლა ამ ხრივ შემიძლია თქვა და ძალიან ამაყი აკმაყოფილი ვარ და აქტიურია და ძალიან კაი, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც ადამიანი მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არაფორმალურ განათლებას, ფორმალურ განათლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არაფორმალური განათლება არის ის, რაც გაძლევს იმ უნარებს, იმ ცოდნას, რომელიც ის თეორიული ცოდნას გაძლევს სკოლაში, პრაქტიკაში გადმოიტანო და რაც არის, რომ პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ძალიან ისე იმკვიდრებენ ადგილს. კი ბატონო, კი. ბაზა უწყობთ სამის. ძალიან კარგი. და ბევრი სკოლა არის, რომელიც ისე ვითარდება და კონკურენციის ფარგლებში, კი, კონკურენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უფრო ვითარდება ყველა სკოლა და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ჩვენც მერე წარმოაჩენთ დანარჩენ სკოლებს, ეხლა რაც შეეხება პირველ სკოლას კიდევ. ანუ ძალიან საინტერესოა ის, რომ ესეთ მრავალფეროვანს ხდით მოსწავლეების ცხოვრებას, იმიტომ რომ სხვათა შორის მე სტუდენტი ვარ და ისეთი მრავალფეროვანი სიტუაცია და სამუშაო გარემო არ აქვს ბევრ სტუდენტს, როგორც უნდა კონდეს და ძალიან მიხარო ეს სკოლაში ეჩვევიან ამ მრავალფეროვნებას და ანუ კიდევ ანუ რა შანსებს აძლევთ გარდა ამისა აი მაგალითად სამოქალაქო კლუბში როგორ შეუძლია ადამიანს მოვიდეს გაგესაუბროთ გახდეს ამ კლუბის წევრი დაიკავოს უნდათ თქვენი ადგილი შემდგომში თქვენ წასვლის შემდეგ პირველ რიგში ვისარგებლებ მომენტით და ამ შანსებზე რაც იცემათ ბავშვებს სკოლის დირექციას უღრმესი მადლობა დირექტორს ხალბატონ სოლომეს რომელიც არანაირად არ აფრკოლებს ბავშვებს და აი ბავშვების იდეა რომელიც რამ პროექტი რო განახორციელონ ყოველგვარი ხელშეწყობა აქვს დირექტორის მხრიდან და ესა იდეალური ასეთი გარემო პირველ რიგში არის ადმინისტრაციის მასწავლებლების და ყველას დამსახურება რომ სკოლაში იქნება და შემდგომ ბავშვს უკვე мотиваცია უმაღლდება და მუშაობს უფრო მონდომებულად სამოქალაქო კლუბში გაწევრიანებას რაც შეეხება ჩვენ გვაქვს შევიძლიათ ყველა მიცნობს, ყველა იცნობს სხვა წევრებსაც, ვინებიც ვართ ასე რომ ვთქვათ მართლობაში, შეუძლიათ ჩვეულებრივად მოვიდნენ სამოქალაქო კლუბში გაწევრიანება, არანაირი პრობლემა არ არის. არავისთვის ერთად ბევრი ბავშვი სურვილის სამებრად თქმა უნდა წევრიანდებიან სამოქალაქო კლუბში, რაიმე პროექტები იქნება, შეხვედრები იქნება, ტრენინგები იქნება, ყველაფერს ვატყობინებთ, ინფორმირებული არიან ყველაფრის შესახებ და ასე შეუძლიათ ძალიან მარტივად არანაირი ზედმეტი ასე რომ ვთქვათ რაღაცების გარეშე ჩვეულებრივად. ანუ ასწრებთ ამდენ აქტივობას სწავლასთან ერთად და არანაირი პრობლემა არ არის ამაში. იმიტომ რომ ზოგს მოდი შეგაწყვეტე ერთ ანუ რა არის ისი მშობლებს უჩნდებათ რაღაცნაირი შიშები რომ აი თუ იმ ხარეს სწავლენ მე სწავლაში სამორჩებიან და სწავლას აღარ მიაქცევენ ყურადღებას და ანუ აპრკოლებენ რაღაცნაირად შვილებს და ამაზე რას ეთქვით მათ ასეთ რაღაცას ვიტყოდი რომ აბსოლუტურად თავსებადი არის ასე რაღაცა ერთმანეთში იმიტომ რომ თვითონ ისეთი აქტივობები და ისეთი ტიპის აქტივობები გაქვს რომ ბავშვი იქაც ისწავლის იქაც განვითარდება და არანაირად ესენი არ უშლის ხელს ეს აბსოლუტურად კლასგარეში აქტივობები სკოლაში ბავშვი იღებს საბაზო განათლებას რაც მას ცხოვრებაში უნდა გამოადგეს მაგრამ აუცილებელი არის თუნდაც ის პრაქტიკულად კლასგარეშე ურთიერთობები ის ლაშქრობები რაც მოვაწყეთ ის შეხვედრები ნუ ჩემი აზრით ბავშვის ცოდნა და ზოგადად ინტელექტი ასეც გროვდება და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამას ინტელექტის დაგროვებაში და
არანაირად ანუ აბსოლუტურად თავსებადი არის ჩემი აზრით და არანაირ ხელშემშლელი არა, რა თქმა უნდა, თუ მინეს პრობლემა აქვს, ხდება დიფერენცირება მოსწავლეების და დრო ვისაც ექნება შესაბამისად სკოლის მერე არანაირად საგაკვეთილო პროცესს ხელს არ უშლით, გაკვეთილები არ ხდება. უკაცრავად ანუ სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის ის კლასგარაში აქტივობები აუცილებელია პირიქით მოსწავლე როცა იმ კლასგარაში აქტივობაშია ჩართული ის უკეთ იმახსოვრებს იმ სასწავლო მასალაზად უკეთ წარმოაჩენს თავის თავს და ძალიან ბევრ უნარს ავითარებს ასე რომ ამ სკოლას ზუსტად ეს აქვს ეს არის მისი თავიდან რას გითხავდით ბოლოსკენ ანუ ჩვენ გვაქვს განათლების სისტემას ყველა აკრიტიკებს რაღაცას ამბობს რომ ჩვენ გვაკლია მეტი სიღრმისეულად ანუ გააზრების მსჯელობის უნარი და აი თავისუფალი აზროვნება რაც რის ნაკლებობაც გვაქვს დღესდღეობით ამ სამწუხაროდ საქართველოში და ანუ პირველ სკოლაში ანუ თქვენ ალბათ გექნებათ რომ აი დისკუსიების მსჯელობა რამდენად არის ეს რომ ბავშვების აზროვნებაზე და არ არის ნუ მე ძალიან არ მიყვარდა ეს რომ ადექი მოყევი გაკვეთილი ეს არის რა ვიცი ძალიან პრიმიტიული თანამედროვე მეთოდი ძლევა იმის საშუალებას რომ ზუსტად ბავშვის დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნება გავითარდეს ეს საგაკვეთილო პროცესიდან იწყება დღეს იმდენად მრავალფეროვანია საამისო აქტივობა და მასწავლებელი როცა არის გაცნობიერებული ამაში ეს პრობლემა აღარ არის პირიქით დისკუსიები თვითონ საგაკვეთილო პროცესში არის ჩართული და გაკვეთილები დღეს სრულიად განსხვავებულად მიმდინარეობს ვიდრე მიმდინარეობდა ვთქვათ 30 და 40 წლის წინ და ეს აღარ არის უკვე დაუძლეველი პირიქით ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ბავშვს ხელს რომ შემოქმედებითად გავითარდეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი არსებობს დღემდე რამდენიმე ადგილი მაგალითად უნივერსიტეტი სადაც დღემდე კი ხორციელდება ის რომ ადექი მოყევი და ჩამაბარე ის რაც ჩამაბარე და შენ რას შეიტანდი შენ განსახილდან ცვლილებას ამ პროცესში ანუ პირველ რიგში საჯარო სკოლის ფაქტორი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო სკოლაში პირველ სკოლაში როგორც ქალბატონ ალალი მახსენა საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსწავლეების სწავლობენ და თითოეული კლასში აქედან გამომდინარე იქნება დაკომპლექტებული დიდი რაოდენობის მოსწავლეებით ჩემ კლასში სწავლობს 32 მოსწავლე და მასწავლებელს აგისრია ძალიან დიდი მისია ამ შემთხვევაში იმიტომ რომ 32 ბავშვს უნდა მოარგოს ის სწავლის მეთოდი რომელიც მისთვის საინტერესო იქნება და ღირებული იქნება და დარჩება მას რაღაცოდნა გაკვეთილიდან გამომდინარე გაკვეთილიდან დაიტოვებს რა ფაქტობრივ ცოდნას ანუ ეს გაკვეთილის მოყოლა იქნება თუ რაც იქნება თანამედროვე მეთოდები ბევრი არის ამ ბევრი ამისთვის შემოღებული ჩემ კლასში პირადად იმართება დისკუსიები დებატები რაღაც რა თქმა უნდა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით რაც მოცემულია საგაკვეთილო პროგრამის მიხედვით და რომ დავაკვირდებით ამ ხრივ ბავშვები უფრო ჩართულები არიან ანუ ეს უფრო აინტერესებს ბავშვებს რომ რაღაც ახალია ნოვაციურია ანუ უფრო დიდი არის დაინტერესება ასეთი ახალი მეთოდების მიერ და ჩემი აზრით თანდათანობით უკვე დრო არის სკოლაში ეს მეთოდები დაინერგოს კი ბატონო აუცილებელიც არის და ჩემი აზრით ხარისხსაც გაიჯობებს შეიძლება საგაკვეთილო პროცესი რომ სწორად მიდის, თავისუფალი აზროვნება რომ ვითარდება, რომ დღევანდელი აქტივობები ამას რომ ხელს უწყობს და საერთოდ სკოლაში სწორი სასწავლო პროგრამა რომ არის შედგენილი და მიმართულებაც სწორი არის, ამის დასტურია ის რომ სკოლას აქვს ძალიან დიდი წარმატებები საატესტატო გამოცდაზე, ასევე გრანტების თვალსაზრისით ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია 100%-იანი გრანტი. ჩვენი კურსდამთავრებულების უმრავლესობა ორიენტირებულია 100%-იან თუ არა 70%-იან გრანტზე და საატესტატო გამოცდებიც ფაქტობრივად 100%-იანი მონაცემებით მთავრდება და ამ თვალსაზრისით სკოლა აი ბოლო წლებია პირველ მეორე ადგილს იყოფს ქუთაისის 51 საჯარო ანდრია რაზმაძე სკოლასთან კი ბატონო ანუ ამ ორი სკოლის ჭიდილი არის საკმაოდ დიდი ხანია და აქტუალურია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონ ლალი მიქაძე აგრეთვე სახელობის პირველი საჯარო სკოლის ქართულენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ამავე სკოლის მე-11 კლასის მასწავლე ომარ კახაია და ძალიან დიდი მადლობა მათ და ჩვენ შევეცდებით რომ კიდევ წარმოაჩინოთ ჩვენი ქალაქის სკოლები მსგავსად საინტერესოდ და ახლა უკვე დაგემშვიდობებით ჩვენ ხვალ დილით შევხვდებით 9:30-ზე დროებით